სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის მერტმა იდება და მადლობა უკეთ შეგეწიოთ წირვის მადლი ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულება. ეკლესია არის მებრძოლი და მოზეიმე ეკლესია. ჩვენ გაიყოფა ორ ნაწილად. ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესია. ვინც იბრძვის პირველ რიგში საკუთარი ვნებების წინააღმდეგ, საკუთარი უარყოფითი მიდრეკილებების წინააღმდეგ, ებრძვის ვის? საკუთარ თავს. ჩვენ თავში ჩაბუდებულ ყოველგვარ უღმართობას, უღმერთობას, ცოდვას, სულწინე ჩვეულებებს და თავისთავად ამ ყოველივეს ადამიანში ადამიანის მტერს, ყოველივეს მიწგებელს ეშმაკს, ხო? ანუ ჯერ ვებრძვით ჩვენ საკუთარ თავს და იმიტომ რომ ჯერ ჩვენთან ეშმაკს არაფერი ესაქმება, იმიტომ რომ ჯერ ჩვენი თავი, ჩვენი ნებები ვერ დაგვემარცხებია, ჩვენი სიზარმაცე, ჩვენი უარყოფითი თვისებები, ეშმაკი მიდის უფრო ისეთ ადამიანებთან, ვინც ამ ყველაფერზე გაიმარჯვეს, იმარჯვებენ და უფრო და უფრო სიწმინდეს აღწევენ. რა უკვე იქ ეშმაკთან აქვთ ის ადამიანებს ბრძოლები და მე ბოროტთან იწყება ბრძოლა, ხო? და არის კიდევ მოზეიმე ეკლესია. მოზეიმე ეკლესია არიან ადამიანები, ვინც იცხოვრა ამ ქვეყანაში და გაიმარჯვა თავის თავზე, თავის ცოდვებზე, თავის ვნებებზე, ეშმაკზე და ღმერთმა დაუმკვიდრა ცათა სასუფევები. 3-4, ანუ სამებასთან ერთად მეოთხენი არიან და ზეიმობენ ზეცაში. აი ეს ხალხი არის ის ადამიანები, ჩვენი ახლობლები, ნათესავები, წინაპრები, რომლებიც ცხოვრობენ წმინდანებთან ერთად. მაგრამ არის ხალხი სამწუხაროდ, რომლებიც არ არიან არც მებრძოლ ეკლესიაში, არც ჩვენთან და არც მოზეიმე ეკლესიაში და არიან ჯოჯოხეთში. ეს ადამიანები არიან ჩვენი ახლობლები, ჩვენ არ ვიცით ვინ არის 64-ში, ვინ არის ჯოჯოხეთში და მათთვის ეკლესია ლოცულობს. ჩვენ ლოცულობთ მათი სულებისათვის. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მის წინაშე წარდგება მთელი თავისი ცხოვრება, თუ რა გაუკეთებია და თუ მან ვერ გაიმარჯვა თავის თავზე, თავის ვნებებზე, თავის ცოდვებზე, ბოროტზე თუ ვერ გაიმარჯვა და თუ იმდენი სიკეთე არ ქონდა ადამიანს გაკეთებული, ხო? ესეთი ადამიანი, როგორც ვიცით, მიდის ჯოჯოხეთში. მრავალ ადამიანს უთქვია და ამაზე მრავალი კამათი და პოლემიკა ყოფილა, რომ ღმერთი გულმოწყალია და ნუთუ ადამიანების ტანჯვა, სიამოვნებს, ნუთუ ღმერთი ჯოჯოხეთს არ დაასრულებს და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეკლესიური სწავლება. ღმერთი არის გულმოწყალე მამა. ყველაზე სრულყოფილი ერთობა სიყვარულში. ღმერთი ერთი, მაგრამ საპიროვანი და აბსოლუტურად ყველა უყვარს უფალს. აბსოლუტურად ყველა ადამიანი უყვარს, ყველას ცხონება უნდა და განაგინახია და გაგიგიათ იმაზე დიდი სიყვარული და თავდადება, ვიდრე ღმერთმა ჩვენს მიმართ გამოავლინა. სამყაროს შემოქმედი თავის შექმნილისთვის შეიმოსავს მის ხატს, დაიბადება და ამდენ ტანჯვას, ტკივილს და ვნებას განიცდის და თვით ჯოჯოხეთშიც კი ჩადის, რათა იქიდან ამოიყვანოს მიცვალებულთა სულები. და ვიცით, რომ სწავლებით მრავალი ადამიანი, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს, ისინი ამოიყვანა უფალო მართალთა სულებთან ერთად 64-ში. მაგრამ ღმერთი რამდენადაც არის გულმოწყალე, იმდენად არის სამართლიანი. ეხა გაგება როგორი უნდა იყოს ჯოჯოხეთისა და 64-ისა. მამათა სწავლებით ამას მე არ ვიძახი. ჯოჯოხეთი ცოდვილისათვის არის წყალობა. ვინაიდან ცოდვილი ადამიანი, რომელიც
რომლებიც არის დამონებული, 60-ში უფრო დაიტანჯებოდა. აი ეს მინდა იცოდეთ კარგად. ანუ ღმერთი კი არ ჯის. ღმერთმა ყველასთვის გაამზადა ადგილები, რათა მისთვის უფრო უკეთესი იყოს. ანუ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და აი ამ ნებით თუ კი ადამიანი არჩევს ბნელში ყოფნას, სამწუხარო თავისივე საკუთარი ნებით და ბნელში ყოფნა არის ცოდვაში ყოფნა. ბნელში ყოფნა არის ცოდვის მონობა და არ შეიძლება რომ ადამიანი მონა იყოს. თუ კი ადამიანი თვითონ თავისივე ნებით არჩევს ბნელში ყოფნა, შენ რადგან ღვთის ხატი ხარ და ღვთის მსგავსი ხარ, ღმერთი შენს ნებაში არ ერევა. მას კი უნდა რომ ყველა ცხონდეს, მაგრამ შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ ბნელიდან გამოხვიდე. და რადგანაც შენ სიცოცხლეში ბნელში გინდოდა ყოფნა და ბნელში იარე, სამწუხაროდ ასე ხდება რომ სიკვდილის შემდეგაც იქ მოგიწევს რომ ის შენი არჩეული ადგილი იქ დაიბუდა. და მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ადამიანი რომელიც ავიღოთ პირობითად 10-15 წელი სიბნელეში ჯურხმულში არის და ეს ადამიანი რომ გამოიყვანდა სინათლის შუქზე კაშკაშა მზეზე დასვა, რა მოუვა ეს ადამიანს? დაბრმავდება, ვერ გაუძლებს. აი სწორედ ესეთი შედარება არის 60-ში ესეთი ადამიანი, რომელიც დასვათ ვერ გაუძლებს და იქ უფრო ცუდად იქნება. აი ეს არის უფრო ყველაზე მართებული გაგება 60-ისა და ჯოჯოხეთისა. სწორედ ამიტომ ღმერთი არის სამართლიანი მამა და მსაჯული და ღმერთი არის გულმოწყალე მამა და იმ ცოდვილებისთვისაც ყველაზე მეტად უკეთესი ადგილი რაც არის, ამას ჯოჯოხეთი ქვია. მაგრამ იმიტომ კი არა რომ ღმერთს არ აქვს სიბრალული, არამედ იმიტომ რომ თვითონ ადამიანებს არ ებრძოლება თავისი თავი და თვითონ თავისი ნებით განუჩინებენ თავის ადგილს იქ სადაც არის. აი ეს არის 60-ისეული და ჯოჯოხეთისეული განმარტება, ეკლესიის განმარტება, ძალიან მარტივად როგორც ვეცადე ამეხსოვრა. ესე არის და მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ადამიანები არიან ჯოჯოხეთში, ეკლესია მუგეშად ვიტოვებს და უტოვებს იმ მებრძოლ ეკლესიას ლოცვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ლოცვი, ჩვენი მარხვი, აღსარებით, ზიარებით და მიცვალებულთა სახელზე სიკეთის კეთებით მათი სულებისთვის შვება და ხსნა მივანიჭოთ და უფალმა გამოიხსნას ისინი ჯოჯოხეთისგან, როგორც მამები ბრძანებენ. ხო, მე არაფერს ისეც არ ვიტყვი, რაც წმინდა მამების მიერ არ არის ნათქვამი, ხო, ჩემი თითოეული სიტყვა რაც არის, ვცდილობ და ასე უნდა იყოს, ყველა სასულიერობისას და ყველა მრევლისას, თითოეული თქვენთაგანის მამების ნაზრები უნდა ვთქვათ. ხო, ისინი რას ამბობენ, რომ მამა გაბრიელი ბრძანებს, რომ ადამიანიო, თუ კიო 12 წირვასო გადაიხდისო, მიცვალებულისთვისო, ჯოჯოხეთიდანაც კი შეუძლიაო რომ გამოიხსნას და მრავალი მამები არიან, ვინც ამაზე საუბრობს, ხო? მაგრამ ესი არ არის. აი დღეს ვწირეთ მიცვალებულთა სახელი მოიხსენეთ, მაგრამ ესი არ არის, რომ ბევრს აქვს კადნიერი დამოკიდებულება. მოიტარა ჩემებიც მოიხსენინე. ესე არ ხდება. კი ბატონო, მე მინდა ყველას ცხოვრება გვინდა და ყველას, მაგრამ შენი თანამონაწილეობაც უნდა იყოს იმ წირვაში. პირველ რიგში სულიერი თვალსაზრისი და როგორ მე რო ვლოცულობ, შენც უნდა ილოცო. არის კანონები, ფსალმუნები, მიცვალებულთა დაუჯდომელი არის, შენც წაიკითხე და ასევე მოწყალება უნდა გაიღო მათ სახით. იმიტომ რომ წირვა რო აღისრულება, წირვაზე დიდი არაფერი არ არის, თავისთავად ჩვენ არ ვაფასებთ და შეუფასებელია, ყოველად შეუფასებელი არის. იმიტომ რომ ერთი ადამიანის სულის რო გამოიხსნა მთელი სამყაროს ქონება რო დადო იგი, მთელი სამყაროს, მაინც ის ერთი სულის უფრო მეტი ღირს ვიდრე ის ადამიანი. ამიტომ თუ კი ისმება კითხვა რომ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, ოჯახის წევრმა პირველ რიგში ლოცვა უნდა დაიწყოს მოძღვრის კურთხევით. პირადი კანონი რაცა
ფსალმუნი, დაუჯდომელი, მარხვა დაიცვას. აღსარება თქვას, ყველაზე დიდი შესაწირი. რა იმილაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი მომაგო ჩვენ. სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული. აი ეს არის ყველაზე დიდი შესაწირი, რაც უნდა გააკეთოს მორწმუნე ადამიანმა, ვინც ლოცულობს თავისი მიცვალებულისთვის და ამის შემდეგ აუცილებლად ის მატერიალურიც გაიღოს შეძლებიდან გამომდინარე. ვისაც მეტია მეტი გაიღოს, ვისაც ნაკლები აქვს, ნაკლები გაიღოს. აი ეს არის კრიტერიუმი და საზომი თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ვიცით რომ უფალმა შეიცინა ქვრივის 2 ლემენტი, ხო? ანუ ვისაც მეტია ამას მატერიალურს ფასი არ ადევს არც ერთ აზარში თუ ვინმე ამას ფასადებს ის ძალიან ცდება და არასწორია, მაგრამ შენს კეთილსინდისიერად მოიქეცი. შენს იმას წვანილიც მეტი არაფერი რო არა აქვს და ერთი პური რო აქვს და მჭადი რო აქვს, ის შეიწირე. აუცილებლად შეიწირა უფალი და ყველას აკუფლება მოვიდეს და დადგეს. მაგრამ შენ თავზე რო გადმოგდის ყველაფერი და შენც რო წვანილი შესწირო და იმანაც ხო არასწორი იქნება, შენი გული რასაც გეუბნება და შენი სული რასაც გეუბნება და შენი შეძლება რასაც გეუბნება, ის გაიგო. იმიტომ რომ წირვა როგორც გითხარით შეუფასებელი არის. მე ამ ყველაფერს თავისი დაფასება უნდა და მადლის დადევნება უნდა, ხო? მაგრამ უპირველესი შესაწირი არის როგორც გითხარით ლოცვა, მარხვა, აღსარება და შემდეგ ეს მოწყალებაც აუცილებლად. აი დღეს იქნა ასევე სახარება საკითხული რომ რომელმაც უარყოსო წინაშე კაცთან მეცა უარყო და რომელმაც აღიაროსო მეც აღიარო და მე აი მიცვალებულებზე ვსაუბრობთ და მომისმენი ადამიანებისგან რომ პანაშვილი უნდა გადაეხადა მაგალითად და ან მისი მიცვალებულისთვის ტირის წუხს და მიდიან სუფრას ამზადებენ და მოძღვარს არც კი ეუბნება რომ პანაშვილი გადაიხადოს აი ამით ურწმუნოებას ავნებენ და თავის უღმერთობას, იმიტომ რომ თავარი ლოცვა არის ჯერ მერე თავისთავად. ასევე მომისმენია ესეთი რაღაცაც რომ ჩვენ ვეუბნებით რომ მოწყალების სუფრა აუცილებელია, მაგრამ როცა მარხვა არის მარხვით გააკეთე. იმიტომ რომ შენ ხომ ისი სულისთვის აკეთე. და იმისთვის რომ მეზობელი ფირუზია მაყვალა რას იტყვის. ხო? შენ მაყვალას და ფირუზის კი არ უნდა ასიამოვნო, ბაცო, შენ უნდა ასიამოვნო ღმერთისთვის რა არის მოსაწონი, ხო და თუ მარხვა არის, მარხვით გაამზადე. და როცა ხსნილია, ხსნილით გაამზადე კი ბატონო. მაგრამ შუა მარხვაში რომ ხაშლამის ორთს დააყენებ, მე გეკითხები თქვენ, ესეთი შესაწირი შეიწირება ღმერთისგან? ანუ რას ვაკეთებ ჩვენ თამაშო? და ვის ეთამაშები? ღმერთს ეთამაშები? მღვდელი ამ შემთხვევაში არის ადვოკატის ფუნქცია, მოვალეობა, რომ ღმერთს ევედრება, რომ ეხვეწება, რომ უფალო შეიწყალეს ცოდვილი სული, შესწოდა ჩვენი ძმა და თან მიდის მეორე ხელით წოდავს, ესე იგი მარხვაში ხორცები მიიღო. და როგორ ფიქრობ, ღმერთი რას მეტყვის, ან მე რას მეტყვის? ან იმ ოჯახის წევრს რას ეტყვის? კაცო, შვილო, თუ შეწყალება სიტყვა, მარხვა მაინც დაიცავი, აღსარება თქვი. ეზიარე და ის შესაწირი, ხო შესაწირია. სამარხო გააკეთე, სამარხო გაეცე. მაგრამ აი ესეთი ადამიანები ის თუ უღმერთობაში ცხოვრობდა და ვერ მოასწრო დაუშვათ აღსარების და ზიარების თქმა, იმაზე დიდ უღმერთობას ავლენდა. და კიდე ცოდვაზე ცოდვას უმატებენ იმ ადამიანს, ვინც გარდაიცვალა. და უფრო უმძიმებენ, ჯობია საერთოდ არ გააკეთო. ვიდრე ის რომ ხსნილში მარხვაში სახსნილო საკვები გაატანა, ხო? აი ეს არის ზუსტად უარყოფა ღმერთისა, როცა უფალი გძანებს რომ ვინც უარყოს წინაშე კაცთან, სცხვენიათ ეს ადამიანებს, რა სიტყვის მაყვალა და რა სიტყვის ფირუზა მეზობელი თუ ჯუმბერი. რაც უნდა ითქვას, შენ ამ დროს ქრისტეზე წინაყენებ იმას. ქრისტეზე წინაყენებ და იმ ტრაპეზად შეურაცხყოფე შენი მიცვალებული სულს და ამძიმე პირიქით. ასე რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორად, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ
რასაც ეკლესია მოგვიწოდებს და რასაც ეკლესია გვიბრძანებს, ისე უნდა მოიქცეთ და აუცილებლად ჯეროდეს რომ უფალი ჩვენს შეგვეწევა, ჩვენს გულმოწყალებასაც შეეწევა ჩვენი მიცვალებულებისთვის, ჩვენს და მათაც შემდეობას მისდევს და ცხონებას მისცემს და ჩვენსა თითოეულ ჩვენთაგანს და გავიხსენოთ სახარებიდან ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იგავი და მომენტი მიცვალებულთა სულების შესახებ იგავი ლაზარესი და იგავი დიდრისი. თუ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ, მარტო თუ როგორ მდგომარეობაშია ადამიანი, რომელიც იყო მდიდარი და იყო ლაზარე, დიდარს ჰქონდა ყველაფერი აბსოლუტურად, იმოსებოდაო, ბისორითაო, ძოწეულითაო, აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა. იქ არ წერია რომ ის აშავებდა რამეს. და ლაზარე იყო გლახაკი, რომელიც კარებთან იდგა დიდრის კარებთან და წყლულებსა უძაღლები ვლოკავდა. და გარდაიცვალა ერთის და გარდაიცვალა მეორეც. და არიხილა თვალნი დიდარმა და რას ხედავს ჯოჯოხეთში იქმება. და ლაზარე იყო 60-ში აბრაამის ციახში. და ვერ ბედავს, ვერც კი ბედავს რომ უთხრას რომ მიშველე ლაზარე. მიუხედავად იმისა რომ მის კარებთან ცხოვრობდა. იმიტომ რომ სათქმელი პირი არ აქვს, იმიტომ რომ ზედაც არ უხურებდა. და როგორც გითხარით, იქ არ წერია რომ ეს ანუ რუში იყო, ამ ყლელი იყო რაღაც, არაფერი არ წერია. უბრალოდ დიდარი იყო და ქუქუნებაში ცხოვრობდა. და ეს დიდრებს ეხება, ღმერთმა ის სიმდიდრე თქვენ იმიტომ არ მოგცათ, მაგრამ რომ თქვენია, უნდა გაასცე და როცა არ გასცე, სულ არაფერს არ აშავებდე. მარტო ეს ერთი ცოტა წარწყმის ადამიანს, რომელიც გულქვაობა არის და რომელიც გლახაკთა შეუწყნარებლობა აქვს. და აღიხილა და რას ეუბნება აბრაამს? მამაო აბრაამ, იქნებ უთხრა ლაზარესო რომ თითიო დააწოსო და გამიგრილოსო ჯოჯოხეთის ცეცხლში მიწვევი. რას პასუხობს აბრაამ? ჩვენსა და თქვენ შორის დანახეთ კი დიდია და შეუძლებელია. ლაზარე მიიღო ის, რაც დაიმსახურა და შენ მიიღე ის, რაც დაიმსახურა შენი ცხოვრება. და ახლა რა ხდება მე? მიცვალებულთათვის ჩვენი ლოცვა შეიწირება და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ლოცულობენ ჩვენთვის. ისინი ზრუნავენ და წუხან ჩვენსგან. როცა ჩვენ ცუდად ვიქცევით და როცა კარგად ვიქცევით, პირიქით გახარებულები არიან და 60-ში და მოზეიმე ეკლესიაში ვინც არიან, იმათილოსო შეიწირება, მაგრამ ვინც ჯოჯოხეთშია, იმათ თავისთავისთვის შველი და ჩვენ როგორ გვიშველი, ხო, როგორც ეს მდიდარი. და რას ეუბნება? აბრაამს უყურეთ ეს მდიდარი იქნებო გამოეცხადოსო ჩემ ძმებს მაინცო, რომ ისინი მაინც არ წარწმუნდნენ, იმიტომ ისინი ჩემნაირად ცხოვრობენ. და აბრაამი ამაზეც უარს ეუბნება და რას ეუბნება? მათ ყავთ ეკლესია, წმინდანები, წინასწარმეტყველები და მაგათი ისმინონ და თუ იმათსაც არ ისმენენ, მიცვალებულიც რო აუდგინო, მაინც არ ირწმუნება. გესმით? აქედან რა ვსწავლობთ იმას, რომ ჩვენ რაც მოგვეცა ეკლესიის მიერ, ის უნდა ვირწმუნოთ, ვისწავლოთ და ჩვენ ცხოვრებაში განახორციელოთ და არ ჭირდება ადამიანს მიცვალებული ნახოს მაინც და მაინც გაცოცხლებული და თუ აი ამ ყველაფრის არ სწავს ადამიანს, მიცვალებულიც რო აღუდგინო, მაინც არ ირწმუნებს. და მე მომისმენია ბევრი ადამიანისგან აი იგივე სიტყვები, აბაო სადგინახიათო მობრუნებულებიო და ძალიან ბევრი ისტორია არის. ძალიან ბევრი ზუსტად, რომლებიც ესეთი კლინიკურ სიკვდილს რო უწოდებენ, ესეთი საათები გარდაიცვალნენ, ზოგი და ყვებიან შემდეგ იმ ისტორიას თუ როგორ და რა ნახეს 60 და ჯოჯოხეთი, მაგრამ მაინც არ სწავთ ესეთ ადამიანებს. არც იმ ისტორიების არ ჯერათ, არც ეკლესიის და საწოდავები არიან ეს ხალხი. ვინაიდან კიდე ერთ პატარა მომენტს მინდა გავუსვა ხაზი, ღმერთს ძალიანაც რომ უნდობეს, ყველა შესწორება უნდა და ყველა სწორება უნდა, მაგრამ ჩვენ ვარ სული სხეულში მყოფები და მას შემდეგ რაც ადამიანი გარდაიცვლება გავა ქვეყნიდან,
სინანული, მისი სინანული ამაოა, ანუ მას თავისთვის არაფერი აღარ შეუძლია. იმიტომ რომ კი ხდება მდიდარიც, რომ უკვე ძალიან ცუდად მოიქცა და საშველი არ აქვს, მაგრამ გამოსწორების შანსი აღარ აქვს. იმიტომ რომ სხეული აღარ აქვს. ადამიანი სხეულთან ერთად ცოდავს. და მარტოსული სინანული არ კმარა, იმიტომ რომ ცოდვები სხეულთან ერთად არის ჩადებული. და მე რომ სხეულთან ერთად მეწეოდი სიგარეტს, სხეულთან ერთად მრუშობდი, სხეულთან ერთად მოვკალი, ვიპარე, თუ ვიმრისხანე თუ რაც გავაკეთე, იქ რომც მივხვდი ამას, ვეღარ მოვინანია, იმიტომ რომ სხეული აღარ მექნება ამისთვის. და იქაც გადამყვება ეს მიდრეკილებები, იქაც მომინდება სიგარეტის მოწოვა, იქაც მომინდება მრუშობა, იქაც მომინდება ის ქურდობა და ეს უნებები, იქაც მომინდება და დავიტანჯები რომ ვერ გავაკეთებ ამ ყველაფერს. და ვერც მოვინანია, იმიტომ რომ სხეული არ მექნება. აი ეს არის ტანჯვა. ამიტომ ამ ვნებებისგან აქვე უნდა გამთავისუფლდეთ, რომ მერე გვიანი არ იყოს. იმიტომ რომ იქ ვეღარ შევძლებთ მონანიებას და ვეღარ შევძლებთ სინანულის აღსრულებას. ერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა აცხადოს ჩვენი მიცვალებულები და შეიწიროს თქვენი ლოცვა, თქვენი საქმე, მარხვა, აღსანება და სიკეთე, კეთილი საქმე. ერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოს, ქრისტეს შეგეცილოთ, ქრისტეს